პროფესიით ვარ მესამე კურსელი პოლიტიკურ მეცნიერებებზე და როგორც სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობა ჯერ არც მე არ მუშაობ ჩემი პროფესიით. და აპირებ რომ გავგრძელოთ ეს სფერო გაინტერესებს? საინტერესო სფეროა, იმიტომ რომ მოიცავს საერთოდ ყველა სფეროს და ყველას დიდი მეცნიერება მსოფლიოში, რომელსაც არ აქვს არანაირი საზღვრები, ყველაფერი პოლიტიკა, რაც ჩვენი ურთიერთობაც ეხონდელის, რა თქმა უნდა, პოლიტიკა არის. პროფესიით ვარ ინფორმატიკოსი და მუშაობ თარჯიმნად შვეიცარიაში, ქართულ ფრანგულზე.ყვარს ენები საერთოდ და იმიტომ ხუთ ენაზე ვლაპარაკობ და იმიტომ და ხალხთან ურთიერთობა. ხლა არ მუშაობ არანაირად, არც არასა და თავიდან მუშაობდი საჯარო ბიბლიოთეკაში ვიყავი უცხოური ლიტერატურის განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკი. მე წავიდა ცხოვრება სხვანაირად. პროფესიით ახლა ჯერ უნივერსიტეტში ვსწავლობ, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე ილიაშში. ისე მოჭადრაკე ვარ, ჭადრაკს ვასწავლი, მეორე თანრიგის ოსტატი ვარ. პროფესიით გახლავარ ჟურნალისტი. 10 წლიანი გამოცდილებით პრესაში. ამჟამად არ მუშაობ პროფესიით. უკვე დაახლოებით 7-8 წელია. საიდუმლო არ არის პროფესიით აი რატომ აღარ მუშაობ? დაბალი ხელფასის გამო. სადაც მუშაობ, ძალიან ბედნიერი ვარ და კმაყოფილი ვარ. ასე რომ არ არის აუცილებელი ვიმუშაოთ იმ პროფესიით, რაც ავირჩიეთ წლების წინ. მე შეიძლება შეგვეცვალოს ინტერესები და ძალიან რეალიზებულები ვიყოთ. სახლში მაქვს სახელოსნო და მუშაობ და მიხარია. ხელი მქვია შალვა, ჩემი დიდი პაპის, რომელიც ხატვარი იყო და ვერ გააგრძელა ხატვა, იმიტომ რომ 37 წელში იყო დახვრეტილი მის ახლობელი მამა და ძმა და ყველანაირად გზა დაუკეტეს. მე რომ დავებადე ბებია ჩემმა დამარქვა შალვა და მითხრა რომ შენ და ხატო იცოდე რომ მე ცოცხალი ვიყო და მინდა რომ ბებია ცოცხალი მყავდეს სულ. მთელი ცხოვრებას მუშაობდი სკოლაში, ჯერ საჯაროში, მერე ებრაულ სკოლაში ქართულს ვასწავლედი. და რატომ გადაწყვეტეთ რომ არ შეგეცვალოთ არასოდეს? არა, მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ძალიან მიყვარს ბავშვები. მათთან ურთიერთობა. დღესაც ვაგრძელებ თუ კი რამე ან მეზობლს დახმარება უნდა, ან ვინმეს. განათლები, ანუ ორი განათლება მაქვს, ერთი მაქვს ფსიქოლოგიის ბაკალავრი და პროფესიული განათლება მაქვს მარკეტინგის განხრით და ახლა მუშაობ მარკეტინგის მენეჯერად, ოღონდ არა საქართველოში. ამ ეტაპზე მივხვდი, რომ იმ თერაპევტობისთვის, ფსიქოთერაპევტობისთვის ვიყავით საკმაოდ ახალგაზრდა ჯერჯერობით და გადავწყვიტე, რომ მარკეტინგიც მაინტერესებდა და გადავწყვიტე, რომ ამ ეტაპზე მარკეტინგის დამეთმო უფრო მეტად დრო. სამართალმცოდნე ვარ. თქვენი პროფესიით მუშაობ? არა. არასოდეს არ მიმშავი. რატომ? რა ვიცი, ოჯახი, შვილი. ასე აეწყო. გერმანულის პედაგოგი ვიყავი 11 წლის განმავლობაში. მაგრამ ცხოვრებისეულმა პრობლემებმა რაღაცეები შეცვალა და როცა აქტიური მოქმედებისკენ მოვინდომე უკვე დაბრუნება, უკვე ასაკობრივად გვიანი იყო ჩემთვის, თუმცა ეს ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ თავად სკოლებში ჩემზე ბევრად ხანდაზმული ხალხი მუშაობს. ბუღალტერი ვარ ზოგადად, მაგრამ ჩემი პროფესიით არ მუშაობ სამწუხაროდ. იმიტომ რომ სხვა პროფესია მინდოდა და იქ არ გამიმართლა პედაგოგიურზე და ამიტომ ჩავაბარე იქ, სადაც უკვე მშობლების პატივისცემით გავაკეთე ეს. და ეხლა ვარ ზოგადად network marketing-ში, ვარ ძალიან ბედნიერი, კმაყოფილი და აი მართლა ძალიან სამი თვეა ვარ და იმ დონემდე სტიმული და ცხოვრების იმედი მომცა, რომ მართლა აქტუალებული ვარ. ზოგმა არც იცის თუ რა არის network marketing-ი, მაგრამ მეც 1 წელი უვარობდი. ბოლოს მოხდა ისე რომ მოვედი 20 იანვარს და ვარ ძალიან ბედნიერი.